წარმოგიდგენთ პირველ სტუმრს ძალიან საინტერესო თემაზე ახალგაზრდობა და ქრისტიანობა, რა მდგომარეობაა დღეს ამ კუთხით, ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი სტუმარი გახლავთ სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური მღვდელი გიორგი ვაშალომიძე და გულოცეთ მამა გიორგი დილოს. გამარჯობა დაგლოსოთ და მშვიდობის დილა გიბოძოთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ძალიან დიდი მადლობა რომ მოგბრძანდით ჩვენთან გადაცემაში, საკმაოდ საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ და სენსიტიურ თემაზეც, ასე რომ ვთქვათ. ზოგადად რა გამოწვევების წინაშე იდგა და დგას ჩვენი ქვეყანა ამ კუთხით და ამ თვალსაზრისით. დიახ. უპირველეს ყოვლისა სანამ უშუალოდ ჩვენ ქვეყანას შევეხებოდეთ, მინდა შევეხოთ თაობათა ცვლის პრობლემას და თაობების, ასე ვთქვათ, თაობათა ღირებულებების შესახებ ერთი-ორი სიტყვა მოგახსენოთ. მეტად მნიშვნელოვანია ზოგადად თაობათა ცვლა, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად მსოფლიოში. ძალიან თითქმის ყოველთვის არის გარკვეული ღირებულება, რაც ერთი თაობისთვის ღირებულია და არსებობს რაღაცა ღირებულება, რაც შემდგომი თაობისთვის არ წარმოადგენს იმდენად მნიშვნელოვანს, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად უნდა ახსოვდეს ყველას, როგორც აი სოლომონ მზენი ბრძანებს, რომ ყოველი თაობა წარმავალია, თაობები მიდის, თაობები მოდის, ქვეყანა კი უკუნისამდე რჩება და ყოველ თაობას უნდა გქონდეს ისეთი რამ, რაც უნდა აერთიანებდეს ღირებულებებს გულისხმობ. რა თქმა უნდა, ყოველ თაობას ჭირდება ღვთისწყალობა. აი, მე მახსენდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელიც ადიდებს ღმერთს ელისაბედთან სტუმრობისას და იქ ერთ-ერთი ცნობილი საგალობელი ადიდებს სული ჩემი უფალსა და იქ ერთ-ერთი ასეთი წინადადებას ბრძანებს ის, რომ წყალობა მისი ნათესავითი ნათესავადმდე მუშიშთა მისთაზე და აქ ძველ ქართულად ნათესავითი ნათესავად ნიშნავს თაობიდან თაობამდე. ანუ ის რაც უნდა აერთიანებდეს ყოველ თაობას, ის მთავარი ღირებულება, რაც უნდა მოიცავდეს ყოველი თაობის აზროვნებას, არის სწორედ ის, რომ ყოველ თაობას უნდა სურდეს წყალობა ღვთისა. სწორედ ამის, ასე ვთქვათ, შესაბამისად ფასდება თაობა, თაობა რომ როგორი თაობაა ის, რითი ფასდება, იმითი თუ ამ თაობის უმრავლესობა როგორ აზროვნებს და რა საქმიანობას ჩადის. მე გაგახსენებ თქვენ გახსოვთ, როცა მოსე წინასწარმეტყველმა ისრაელიერი გამოიყვანა ეგვიპტელთა მონობიდან, აი ის თაობა, რომელიც გამოიყვანა მოსემ არ შესულა აღთქმის ქვეყანაში. იმიტომ რომ მათი აზროვნება მონურ მდგომარეობაში გახლდათ და თქვენ გახსოვთ ის 40 წელიწადი, როცა ის მოსემ უდაბნოში ატარა, ახსავსე იყო ამ ადამიანების, ანუ ამ ებრაელების მხრიდან რტვინვით, წუწუნით, ღვთისადმი უმადურობით და სწორედ ამიტომ ღმერთმა არინება მათი შესვლა და აი მათი შვილები შევიდნენ სწორედ აღთქმის ქვეყანაში, რომელთაც ხელახლა წინა დაიწვდეს. აი ეს რატომ მოყავს ეს მაგალითი? აი ეს მაგალითი არის ილუსტრაცია თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს თაობის განწმენდელობას და ღვთისადმი მიმართებას. ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ თაობებს შორის ურთიერთობა. ზემოთ აღნიშნეთ და კიდევ გამეორდებით, რომ თავის თვალსაჩინო ყოველ თაობას აქვს რაღაც ისეთი, რაც არ აქვს სხვა თაობას, რაც იწვევს ხშირად უთანხმოებას თაობებს შორის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თუ კი ჩვენ ამას ქრისტიანულ ჭრილში განვიხილავთ, ყოვლად აუცილებელი გახლავთ ის, რომ თაობებს შორის იყოს პატივისცემა. ერთის მხრივ უმცროსმა თაობამ უნდა ეს პატივი უფროს თაობას და მეორეს მხრივ რა თქმა უნდა უფროსი თაობამაც უნდა გაითვალისწინოს ის ახალი მოთხოვნილები, რაც თქვათ ახალ თაობას, მის შემდგომ თაობას გააჩნიეს. ასე იყო ყოველთვის და ასეა დღესაც. განსაკუთრებულად მაინც აღნიშნათ უფრო მეტად პრობლემა ახალ თაობას აქვს, თქვათ მის წინარე თაობასთან, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ახალმა თაობამ პატივისცეს მის წინა თაობას. თქვენ გახსოვთ, რომ 10 მცნების მეხუთე მცნება მშობელთა პატივისცემ თქვენ იცით, რომ პირობითად 10 მცნება ორ ნაწილად იყოფა. პირველი 4 მცნება ღმერთს განეკუთვნება და მეხუთედან მეათეში ჩათვლით ადამიანს და აი სწორედ ადამიანებთან ურთიერთობის მცნებები მშობლების პატივისცემით იწყება. ხო, პატივიეც მამასა შენსა, დედასა შენსა, რათა კეთილი გეყო შენ და დღეგრძელიყო ქვეყანაზე. ანუ აქ არა მარტო უშუალოდ მამა და დედა იგულისხმება, არამედ ზოგადად ის თაობა, რომელიც წინა თაობაა შვილთა და აი წარმოიდგინეთ თქვენ ეს ორი რამ, რასაც ღმერთი პირდება ადამიანს აი ამ თაობის და განსაკუთრებით შვილთა პატივისცემის შემთხვევაში, კეთილდღეობა, ანუ კეთილდღეობითი ახსავსე ცხოვრება
და ღერგზელება, ანუ მრავალი წლის სიცოცხლე ამ ქვეყანას. შეიძლება დაისვას კითხვა მართლაც რა არის ამ ბედნიერება ამის გარდა. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას და მოდით ვისაუბროთ აი ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით, მე ნამდვილად ჩვენი ქვეყნის მაგალითზე უბრალოდ ესე დავსვათ საკითხი, რომ თანამედროვე თქვათ აი თანამედროვე ყოფაში რა პრობლემების წინაშე დგას ახალი თაობა, მომავალი თაობა. ზოგადად ჩვენ თაობა შეგვიძლია გავყოთ პირობითად ორ ნაწილად. ახალგაზრდა თაობას გულისხმობ, არასრულწლოვნები და სრულწლოვნები. ხო, თავისთავად ცხადია საფუძველი პიროვნება ჩამოყალიბებისა, გზა პიროვნება ჩამოყალიბებისა გადის იმაზე თუ არასრულწლოვან ასაკში ბავშვი მოზარდი რაოდენ შეითვისებს იმ ჭეშმარიტ ღირებულებებს, რაზეც მის უნდა აღიზარდოს. თქვენ იცით რომ უპირველესია თქო სადაც ბავშვი სწავლობს თუ როგორი უნდა იყოს ის, რა არის მისთვის ღირებული და რა არ არის მისთვის ღირებული, გახლავთ ოჯახი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა და თანამედროვეობას თუ კი გადავავლებ თვალს ამ კუთხით ძალიან მძიმე მდგომარეობა გახლავთ. ჩვენ ხედავთ ერთ ანგრეულ ოჯახს, ხედავთ ბავშვებს, რომლებიც მსხვერპლნი არიან მშობლებს შორის უთანხმოებისა თუ მათ შორის დაშორებისა თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რაც რა თქმა უნდა წარმოუდგენლად უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე. ხედავთ ასევე რა თქმა უნდა ეს საკითხი მრავალშრიანია და აი ძირითად საკითხებს გამოვყოფთ სკოლის თქვათ პერიოდი ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ, იმიტომ რომ სკოლა, ანუ ერთის მხრივ ოჯახი და მეორე მხრივ სკოლა აქ იღებს ბავშვი ძირითად იმ აღზრდის თქვათ სეგმენტებს, რაც შემდგომ მის პიროვნება ჩამოყალიბებაში გამოიხატება და ჩვენ ხშირად ხვდებით დღესდღეობით ძალადობის ელემენტებს იგივე სკოლაში არა ჯეროვან დამოკიდებულებას ვფიქრობთ რომ ერთ-ერთი უმთავრესი რამაც თქვა შეიძლება ნაწილობრივ მაინც გამოასწოროს სიტუაცია გახლავთ ის რომ სკოლებში აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს რელიგია რაც ხელს შეუწყობს ბავშვის აღზრდას იცით აი ორი ცნება ორი ტერმინი არსებობს მოგეხსენება თქვენ გაზრდა და აღზრდა გაზრდით ნებისმიერ რამ შეიძლება გაიზარდოს უსულო არსება მაგრამ აღზრდა მხოლოდ ადამიანს მიემართება და სწორედ აი ეს ძველი ქართული მისინი ამ ზრდას ღვთაებრივ მნიშვნელობას ანიჭებს და აი ხშირად მშობლებს უფრო მეტი ყურადღება გადააქვთ ბავშვის თქვათ აი სხვადასხვა წრეებზე ატარებენ მას თქვათ სხვადასხვა შემეცნებით თუ გასართო ცენტრებში ეს რა თქმა უნდა ცუდი არ არის მაგრამ უპირველესი და უმთავრესი ხშირად გვავიწყდება ჩვენ რომ ბავშვისთვის უმთავრესი არის რომ მივაწოდოთ სულიერი აღზრდა რაც ნიშნავს იმას რომ მას ჩვენ უნდა ავხსნათ ის ჭეშმარიტი ღირებულებები რითიც თუნდაც წინათაობა და იმის წინათაობა საზრდოობდა და ზოგადად ჩვენ აქამდე მოვედით რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს ბავშვის აზროვნების შეზღუდვას და რაღაცა მისთვის ჩაკეტილ მდგომარეობაში ყოფობას თავისთავად ცხადია ის ასევე უნდა ეზიაროს თანამედროვე მიღწევებს რატომაც არა მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის პიროვნების ჩამოყალიბებაში ჩვენ ბავშვს უნდა ჩამონერგოთ კეთილისა და ბროტის განრჩევა ეს არის უმთავრესი რათა როცა ის სრულწლოვანი გახდება მას შეეძლოს კეთილისა და ბროტის ერთმანეთსა გარჩევა შესაბამისად როგორც აი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში წერია რომ ყველაფერს სწავლობდაო და კეთილს შეინივთებდაო და ჯირკვალს განაგდებდა აი ეს არის უმთავრესი და ეს თუ ეცოდინება ადამიანს მაშინ ის ნამდვილად შეუფერხებლად ივლის ღვთისკენ სავალგზაზე აი ჩვენ რელიგიის სწავლება ვახსენეთ სკოლაში და მე მინდა შევეხო 1-2 წუთით ამ საკითხსაც იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ეს უპირველეს ყოვლისა ადამიანები რომლებიც ეწინააღმდეგებიან აი ამ მოსაზრებას რომ რელიგია უნდა ისწავლებოდეს სკოლაში მათ მოყავთ ასეთი პოსტულატი რომ თითქოს და ეს იქნება უმცირესობის ეგრეთ წოდებული უმცირესობის უფლებებას დარღვევა მინაიდან შეიძლება კლასში იყოს თქვათ არა მართლმადიდებლური სარწმუნოების მიმდებარი ბავშვი რომელიც თქვათ ამ შემთხვევაში შეიძლება მათი აზრით დაიჩაგროს
რაც მე მინდა გითხრათ, რომ აბსურდი გახლავთ, იმიტომ რომ ყოველთვის ეს საკითხი ძალიან დელიკატურად არის გადაწყვეტილი იგივე ევროპაში, სადაც იგივე რა ვიცი, თუნდაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, დანია, ესპანეთი, იტალია, სადაც სკოლებში, ამ ქვეყნის სკოლებში სავალდებულო საგანს წარმოადგენს რელიგიის სწავლება. Რა თქმა უნდა, ისინი ასწავლიან იმ რელიგიას, რომელთა ამღიარებელთა უმეტესობა ცხოვრობს ამა თუ იმ ქვეყანაში. შესაბამისად ჩვენთან ჩვენს ქვეყანაში ღვთის მადლით და წყალობით უმრავლესობა მართლმადიდებლობას წარმოადგენს. ამიტომაც არ უნდა ხდებოდეს ისე რომ უმცირესობის უფლებების ხარჯზე ირღვეოდეს უმრავლესობის უფლებები. რაც შეეხება უმცირესთა საკითხს, ეს ევროპაში ძალიან საინტერესო არის გადაწყვეტილი. აქ ნებაყოფლობითია, მათ შეუძლიათ რომ არ დაესწრონ, თქვათ, ამ გაკვეთილებს. მეცაც მაგალითად ძალიან საინტერესო არის ესპანეთში ეს საკითხი გადაწყვეტილია, მაგალითად ესპანეთში თუ კი 10 ადამიანი მაინც აღმოჩნდება სკოლაში ისეთი, რომელიც სხვა კონფესიის მიმდევრები არიან, 10-ზე მეტი თუ ანუ 10-ან მეტი თუ აღმოჩნდება, სახელმწიფო ფინანსებს მათ სპეციალურ პროგრამას და თუ კი 10-ზე ნაკლები არიან, მაშინ ის კონფესია აფინანსებს თვითონ ამ სწავლებას, რომელთა მიმდევრებიც ეს ბავშვები არიან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა თანამედროვე მომავალი თაობისთვის, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე არა მარტო მე ვფიქრობ, ამას ხშირად ვისაუბრია ამ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან უარყოფითი გავლენის მატარებელია ორი საშინელება, პირდაპირ შემიძლია თქვა, ეს არის ნარკომანია და ეგრეთ წოდებული აზარტული თამაშები, რომელმაც სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ და გვესმის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არასრულწლოვანი, ძალიან ბევრი დაღუპა ამ სიტყვის უშუალო და პირდაპირი გაგებით. ჩვენ ბევრი კიდე არც ხმოვანდება ტელევიზიით, მინდა გითხრათ, ძალიან ბევრი ადამიანი ესეთი, რომელიც ბავშვი, რომელიც პირდაპირ ეგრეთ წოდებული მსუბუქი ნარკოტიკის ზემოქმედების შედეგად მიყავთ ან რეანიმაციაში, ან პირდაპირ მორგში, სამწუხარო რეალობაა ეს. ამას, რა თქმა უნდა, ძალიან ესეთი კომპლექსური მიდგომა ამასთან დაკავშირებით აქ ჩართული უნდა იყოს ეკლესიას და სახელმწიფოც, რომ ეს საკითხი რაღაცნაირად მოგვარდეს და ხე იგივე ევროპისკენ ხათ მივილტვით და ვერცეთ ევროპულ ქვეყანაში ჩვენ ვერ ვნახავთ სამორინეების რეკლამას, რაც ჩვენ თითქმის ყოველ ფეხის დამიჯე ხდება, როგორც ჩვენს ქუჩებში, ჩვენი ქალაქის და ქალაქების სოფლების ქუჩებში, ისე ინტერნეტ სივრცეს აღარაფერს აღარ ვამბობ ინტერნეტ სივრცეზე. იცით, იგივე თქვათ, ეს იგივე ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის როლი, მინდა რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ასე ვსაუბრობთ, ამის მოგვარების პრობლემა, ამის მოგვარების გზა, ამის მოგვარების გზა სწორედ ეკლესიაში, ეკლესიურ აზროვნებაში, ეკლესიურობა არ ნიშნავს მხოლოდ თუნდაც ეკლესიაში შესვლას და პირჯვრის გადაწერას, თუნდაც შაბათკვირას წირვალოცვას დასწრებას, ეკლესიური ცხოვრება ნიშნავს ეკლესიურ აზროვნებას და საქმეებით გამოხატვას ამ აზროვნებისა და ცხოვრებისა. ერთ-ერთი რაც ასევე ხშირად მუსირებს ეს აზრი თქვენ მოგეხსენებათ, თავისუფლების ცნების ცალსახად შეიძლება ითქვას არასწორი გაგება საქმე იმაში გახლავთ, რომ დღეს ახალგაზრდა თაობას ასე წარმოუჩენენ და ასე წარმოაჩენენ ზოგადად, რომ თავისუფლება თითქოს ეს არის კეთება იმისა, რაც გინდა. ჩვენ უნდა ვთქვათ აუცილებლად ის, რომ ეს არის შესაძლებლობა იმისა, რაც შენ ღმერთმა მოგცა, ანუ არჩევანის შესაძლებლობა, ანუ შენ რაც გინდა ის აკეთო, ეს არის არჩევანი. ხოლო თავისუფლება უკვე შედეგია ამ არჩევანის, ანუ თვითონ სიტყვაც ძალიან კარგად გადმოგცემს ამას, თავისუფლება, ანუ საკუთარი თავის ფლობა, საკუთარ თავზე კონტროლის დაწესება. სვათაშორის პეტრე მოციქული თავის ეპისტოლეში ამბობს, რომ ვინც ვისგან იძლევა მისვე მონაო, ანუ რა იგულისხმება აქ, რომ თუ კი ადამიანი ცოდვას ჩადის და ის ამბობს, რომ ის თავისუფალია, რეალურად ის თავისუფალი კი არის, ის ცოდვის მონა, ვინაიდან ცოდვისგან არის ძლეული და ვინც ვისგან იძლევა მისი მონა. ასევე ძალიან საინტერესო სწავლება აქვს ამასთან დაკავშირებით. ანუ ჩვენ ეს თავისთავად ყველა საკითხი, ეკლესიური აზროვნება ამას ნიშნავს, სწორედ რომ უნდა განვიხილოთ საეკლესიო სწავლების შუქზე. წმინდა იონე დამასკელს თავის ცნობილ წიგნში გარდამოცემა
აქვს ასეთი მოსაზრება და ასეთი თეზისი აი ამ ცნებასთან დაკავშირებით ის ამბობს რომ აი ბუნებითი მოსურნეობა ამბობს ის ცხოველებშიც ჩანერგა ღმერთო ანუ რას შეშტევს ეს რომ აი ზუსტად ის რაც მინდა იმას ვაკეთებ რა მოთხოვნილებაც მაქვს იმას ვიყვაყოფილებ აი ესო იავნ დავასკილი ამბობს ცხოველებშიც აქვს ღმერთს ჩადებულიო მაგრამ ისინი არ არიანო იქვე ამბობს ისინი არ არიან მოაზროვნე არსებები შესაბამისად ზანებს მინდა იავნ დავასკილი შესაბამისად ისინი ვერ მართავენ საკუთარ ბუნებას პირიქით ამ ბუნებისგან იმართებიან შესაბამისად როგორც კი რამე მოუნდებათ მაშინვე აღიძვრიან ამ რაიმეს გასაკეთებლად და იქვე აგზელებს მინდა იოან დამასკელი რომ და ამის გამო ისინი არც ისჯებიან და არც წყალობა ეძლებათ ღვთისგან ვინაიდან როგორც კი აღვნიშნეთ არა მოაზროვნე არსებები არიან ხოლო ადამიანი რომელსაც მოაზროვნება გააჩნია საკუთარ საქმეთა გამო ან დაიჯება ან დაჯილდოვდება. მამა გიორგი, თუმცა აი პატრიარქი ხშირად მოუწოდებს ხოლმე რომ როდესაც საუბარია ახალგაზრდობის თემაზე, პრობლემატიკის გადაჭრაზე, არის საჭირო ერთად ეკლესია, სკოლა და ოჯახი. ოჯახის მაგალითი მნიშვნელოვანია. თქვენ ბრძანეთ ის გზები, რასაც თავაზობს ქრისტიანობა, მაგრამ ძალიან რთულია რომ მოზარდს ახალგაზრდას ბავშვს მოუწოდო რაღაც დაუშვათ ნეობისკენ ან გამოსწორებისკენ და საპირისპირო ხედავს ოჯახში. დაუშვათ შობილი თამაშობს, შობილი ნარკოტიკით არის ასე ვთქვათ აი ამ სენსში ჩართული. იშვიათი გამონაკლისის გარდა ძალიან რთულია რომ მას უთხრა რომ ეს არ ქნა, იმიტომ რომ ამას ხედავს. ხომ აი ოჯახის როლიც რამდენად მნიშვნელოვანია ამ საკითხის გადაწყვეტაში. დიახ, აბსოლუტურად მართებული კითხვა და შესაბამისად პრინციპში ეს კითხვა შეიცავს კიდეს პასუხს, იმიტომ რომ თუკი შენ გინდა რომ შენი შვილი ღირსეული ადამიანი იყოს პირველ რიგში ამის მაგალითი შენ უნდა მისცე მას თავად. თავისთავად ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ოჯახი იყოს მორწმუნეობით. აი ესაა ყველაზე მთავარი. იცით აი ამ შემთხვევაში მორწმუნე ადამიანის აღზრდა ერთნაირად უნდა უნდოდეს ოჯახსაც და თქვა თუნდაც სახელმწიფოსაც, იმიტომ რომ მორწმუნე ადამიანი თავისთავად ნიშნავს რომ ის არ არის ნარკომანი, არ არის მოთამაშე, არ არის ბოროტმოქმედი, არ არის მკვლელი, არ მოიპარავს, არ დააშევს. არის ქმედი თუნარიანი და არის ადამიანი რომელიც საკუთარ შრომას ჩადებს საკუთარი ეკლესიის და ქვეყნის კეთილდღეობაში, ხო? ამიტომ მაგრამ თქვენ მართალი ბრძანეთ რომ პრობლემა ხშირად ჩვენ მშობლებში გვაქვს როცა მშობლები თავად საჭიროებენ აღზრდას შესაბამისად ისინი ვერ მისცემენ ბავშვს აღზრდას ამიტომ უმთავრესი არის ის რომ აი ახალგაზრდებმა განსაკუთრებით ახალგაზრდა ოჯახმა კარგად გაითავისოს ის თუ რა არის თუნდაც ქორწინება რა არის ოჯახი რომ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მათ მორწმუნეობით ცხოვრებას რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს თუნდაც თქვათ აი დილას საღამოს როცა ერთად ადგებიან სალოცავად და ბავშვს გვერდით დაიყენებენ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ტაძარში როცა სწავლენ და ვთქვათ ბავშვს აზიარებენ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ შეასწავლიან მათ ასე ვთქვათ თამაში და სიყვარული და არა ვთქვათ რაღაცა გარდამეტებული სიმკაცრით ღვთის სიყვარულს და ეკლესიურობას და აი იცით რასაც დათესავ იმას მომიგე შესაბამისად და ბავშვები რომლებიც ასეთ გარემოში იზრდებიან და აღიზრდებიან ისინი ყალიბდებიან თუმცა იცით აი არის მეორე შემთხვევა როცა რა თქმა უნდა არის შემთხვევა როცა თქვათ ოჯახი მორწმუნეა თქვათ პატიოსანია ზოგადად ღირსეულია მაგრამ შვილი აცდება ხოლმე თქვათ გზას ეს უკვე მისი პირადი არჩევანია მაგრამ ოჯახმა ყველა ეს ძირითად შემთხვევაში ასე არ ხდება თავისთავად ცხადია ვინაიდან უმრავლესობა რაც აღიზრდება რასაც შთათესავ ადამიანში იმ ნაყოფს იღებ მისგან ამიტომ ოჯახის აი ქრისტიანული აი იოანე ოქროპირი უზანებს გახსოვთ თქვენ სახარებაში მაცხოვრის სიტყვები სადაც 2 და 3 შეიკრიბება ჩემი სახელით მე სიყვარ მათ შორის და იოანე ოქროპირი უზანებს რომ მე ამ 2-სა და 3-ში ვიგულისხმებით სულს ქმარს და შვილსო ანუ და იქვე ამბობს რომ სწორედ ეს არის ოჯახი ეს არის მცირე ეკლესია ხო კრებული ზოგადად რომელიც ღვთის ღირებულებებშია ღვთისადმი სათნო ღირებულებებშია ვთქვათ გაერთიანებული. აი თქვენ ბრძანეთ მამა გიორგი შეიძლება შვილი აცდეს გზას კარგი მშობლის გზას აცდეს დაუშვათ ბავშვი რა პრობლემების და გამოწვევების წინაშე დგას დღევანდელი ახალგაზრდობა და პრობლემების გადაჭრის რა გზებს სთავაზობს ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა ჩვენი ეკლესია მათ. დიახ, აი ჩვენ გარკვეულწილად ვისაუბრეთ ამ საკითხთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ თქვათ ასევე თქვათ ვიტყვით იმას რომ საბოლოო ჯამში პრობლემათა გადაწყვეტის გზა ყოველთვის ეკლესიურ აზროვნებაშია.
არ არსებობს როგორც ერთ ხელმძღვანელის ბრძანა არ არსებობს ჩიხი არ არსებობს სიტუაცია რომელიც გამოუვალი იყოს გამოსავალი ყოველთვის არსებობს გამორიცხულია ღმერთმა ადამიანს ისეთი თქვათ მდგომარეობა მიგვაროს რომლის ტვირთვაც მას არ შეგვიძლია იმიტომ რომ ღმერთი ადამიანს და ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანს ბევრად იმაზე მეტად გვიცნობს ვიდრე თავად ვიცნობს საკუთარ თავსვე შესაბამისად აი იაკობ მოციქული ამბობს რომ ის რაც გაკლიათ ღმერთს თხოვოთ რომ შეგგვისოთ ანუ თუნდაც ძალიან დიდი ლოცვა აქვს მშობლის ძალიან დიდი ძალა აქვს მშობლის ლოცვა საკუთარი შვილებისადმი ძალიან დიდი წარმოუდგენელი ძალა აქვს იმიტომ რომ ყველაზე ახლო კავშირი შვილთან მშობელს აქვს ეს არის უშუალო ხორციელი წარმომავლობა მან თავისი მშობლისგან მიიღო ხო შესაბამისად მას ყველაზე მეტად ის უყვარს და ვინც ყველაზე მეტად გიყვარს შესაბამისად მასზე ყველაზე მეტად შეგტკივა გული და შესაბამისად ჩენი ლოცვაც განსაკუთრებულად ამაღლებულია და აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ მშობლებმა ძალიან ხშირად ილოცონ შვილებს და შვილებმაც აი მე მახსენდება უწმინდესის დარიგება ხო რომელსაც ჩვენ მშობლებს ხელზე უნდა ვემთხვიოთ ვინაიდან მათგან მოდის განსაკუთრებული კურთხევა მათი სიყვარული და გამომდარება თუმცა აი რაც თქვენ ბრძანეთ ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის რომ აი მშობლებისა და შვილების სინთეზური ანუ ოჯახს გულისხმობ ოჯახოს სინთეზური ურთიერთობა სუფევდეს ანუ გაგებითი ურთიერთობა აი ჩვენ თაობებზე ვსაუბრობთ ხო აი ეს მშობლების თაობასა და შვილების თაობას შორის ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოს პატივისცემა იყოს სიყვარული იყოს მორჩილება ხო მორჩილება თავისთავად ხდება მონობას არ ნიშნავს თუ კი ხა მშობელი შენ ხა გაძალებს რომ თქვა ისეთი საქმე ჩაიდინო რომელიც თქვა ღვთისთვის არასათნოა თავისთავად ხდება ხა პავლე მოციქული ზანებს თქვენ გახსოვთ რომ ანგელოზის რო გარდა მოვიზდა ისეთი რამ გითხრათ რაც მე არ გითხარით თუ შეჩვენებული იყოს ის ანგელოზის ხო ანუ არსებობს ერთი მოცემულობა ურყევი ქრისტიანული მართლმადიდებლური რწმენა რომელთა მიმართებაშიც დათმობა არ შეიძლება სხვა შემთხვევაში თავისთავად ხდია ქრისტიანული მოვალეობა კარნახობს ჩვენ რომ პატივი ჩვენ მშობლებს და ასევე მშობლებსაც კარნახობს ქრისტიანული მოვალეობა რომ მშობლების გაგებით მოეკიდნოს საკუთარ შვილებს. თავარი პრობლემა იცით აი მაინც მინდა შევეხო ამას რაც დღეს არის აი ოჯახებთან მოვალეობასთან მიმართებაში არის გულგრილობა. როცა აი მშობლები ჩვენ სამწუხაროდ ხდება შემთხვევები როცა მშობლებს ნაკლებად აინტერესებთ საკუთარი შვილი თქვა რა სჭამს რა სვამს თქვა რა ვისთან აქვს ურთიერთობა თქვა არის შემთხვევა როცა ცოლ-ქმარი როცა დაშორებულია და ეს ბავშვი ხშირად ეულიზდება ან თქვა ბებია ბაბუა ზრდის ან თქვა თუნდაც ძიძას ჩააბარებენ ხოლმე და საკუთარ სამწუხაროა მაგრამ რეალობაა და უნდა აღნიშნოთ რომ ხშირად მშობელი საკუთარ სიამოვნებას ამჯობინებს შვილისადმი მზრუნველობას რა თქმა უნდა შვილის აღზრდა ეს არ არის ადვილი საქმე ძალიან რთულია ძალიან ეკლიანი გზაა პირდაპირ შეიძლება ითქვას მაგრამ არათუ ეს არამედ ზოგადად სასופველისკენ მიმავალი გზა სასופველის გზა იზოლების მასწავლებლებს ბრძანებს ხო ის რაც სიკეთეს ემსახურება ყველაფერი ზნელად საკეთებელია ცოდვის ჩადენას არანაირი სიზნელი არ ახლავს თან და შეუძლია ადამიანს ჩაიძინოს ეს ნებისმიერ დროს მაგრამ შესაბამის საჯელსაც შესაბამის შედეგსაც ადამიანი მოიმკის დიახ მამა გიორგი ძალიან საინტერესოა მრავალმხრივი თემაა და ბოლოს აი რამდენიმე ერთი ორი დაგჭა დაახლოებით შევაჯამოთ დღეს ხშირად გვესმის აი განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში მათ შორის სკოლის მოსწავლეებში რომ უფლებები რა თქმა უნდა ყოველს უფლება დაცული უნდა იყოს და არავინ არ უნდა იჩაგრებოდეს ან იზღუდებოდეს და მონა არავინ არ უნდა იყოს რა ბრძანით მაგრამ უკანა პლანზე გადასულენ საერთოდ არ ნახსენები ვალდებულებები ყველა ადამიანს გაიჩნია ვალდებულება ღვთის წინაშე ქვეყნის წინაშე მოყვასის წინაშე მშობლის წინაშე ხო აი ვალდებულების ამის შეგრძნებას რომ ვალდებული ხარ რაღაცებში ადამიანიც კი ბატონო უფლება უნდა დაიცვან მაგრამ შენც ხარ რაღაც ვალდებული რომ შენს დაიცვას ეს უფლება რა თქმა უნდა თავისთავად ხადია ძალიან სწორ საკითხს შეეხეთ მართლაც ხშირად ჩვენ ხვდებით დღეს აი ამ თემას რომ აი უფლებები ამაზე ამახვილებ რომ არის ჩემი უფლება და აი ვალდებულება ან მოვალეობაზე არაფერს ამბობენ იცით ერთი რამ არის თუ კი თქვათ აი შენი გამოხატვის უფლება გადის ჩემს უფლების დარღვევაზე მაშინ შენ თუ გაქვს უფლება მე არ მაქვს აი მე მინდა შევეხო თუნდაც აი ბოლო პერიოდში აი ამ სამწუხარო და საუბედურო ფაქტი ხატების გასარჟების ხო წარმოვიდგინეთ თქვენ რომ აი ესე იგი მათი აზრით ეს მათი უფლებაა და მადლობა ღმერთს უმცირესობის უფლებაა ეს მაგრამ
როცა უმრავლესობის 95%-ის უფლება დაირღვა, მაშინ სად არის თქვა აქ სამართალი და ანუ თუ კი შენი უფლებად ითქმის, ჩემი უფლება არ ითქმის უფლებად და თუ კი მე უმრავლესობაში ვარ, ესე იგი ჩემი უფლება უფრო მეტად მნიშვნელოვანი არ არის, თქვა იგივე უმრავლესობისთვის, ვიდრე შენი, აი ეს თავის თვალსაჩინო, მაგრამ ესეც იცით, აი ოჯახი და მოდის რომ ოჯახმა უნდა შთააგონოს შვილს, აი თქვენ ვერსად ვერ დახავთ, რომ აი ვინმე სასწავლებლის ქრისტიანულ, თქვა აი ქრისტიანულ ჭრილში რომ შვილო, ეს არის შენი უფლება. ვერიგით აღზრდა ხდება ასე, შვილო, ეს არ შეიძლება. ანუ ის ბავშვი მე თვითონ ხვდება. ესე იგი ის რაც არ შეიძლება და გამორიცხულოთ, შესაბამისად ის შეიძლება. ხო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ აი ეს თუ აი ეს შთაეგონოს ბავშვს რომ ვალდებულება, უფლება და მოვალეობა წინაშე ღვთისა და წინაშე მოყვასის. დიდი მადლობა მამა ძალიან დიდი გიორგი. მადლობა. საინტერესო თემაზე ახალგაზრდობა და ქრისტიანობა გვესაუბრებოდა სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური მღვდელი გიორგი ვაშალომიძე.